ზოგადად აი ვინტაჟური მოდელების ეგ ეტაპობრივად ხო რაღაცა შემოდის იტრენდება და ასე შემდეგ, მაგრამ ვინტაჟური მოდელების ჯერ ისეთი არა და აი ხა ამ ჩვენი ნახსენები ყველა დანებიდან ალბათ ყველაზე საინტერესოები მაინც ვინტაჟურები არის, ხო? ანუ მოდი ცოტა ყუთებზეც გადავიდეთ. ყუთებზეც გადავიდეთ, ხო? კი. აი თუნდაც ვინტაჟური gold box-ები, ხო? როგორი იმით არის წარმოდგენილი, ძველებური ესეთი ოქროს ფერში. ესენი არის აი მაქსიმალურად ლიმიტირებული, ანუ ფაქტიურად აი custom-ის ყუთთან გაიგივებული რა. იმ დროინდელი custom-ის ყუთთან გაიგივებული. კი, როგორ გამოიყურება. კი. და შენ გააქვს ის ვიდეო ნანახი, ანუ ტონი რო თავის კომოდს რო ხსნის და იქ რო აქვს ჩავაგებული ეს gold box-ები და რო იხსენებს რომელია, მან საოცარი სოკომები ვნახე რამდენიმე აი. აუ ეგ რა ოთახია უბრალოდ. თავის ოთახი არ არის. ცეცხლსროლებიანად მუზეუმია. ოთახია რა. თავის კედელზე თავის MP5-ები, ჰეკლერ-კოხები, რა ვიცი. სასწაული მოდელები და მე იქ პატარა კომოდი რო აქვს, რომ ესე რომ გახსნის და ყველა მოდელი აი რაც კი გუშინ ვისაუბრეთ სხვათა შორის ტონისთან რაღაცა დიალოგი ჰქონდა. ხო. შენ გააგრძელე გამბე. ხო, მოკლედ აი რა ოთახია ახლა ეგ ყველაფერი, ხო? ძალიან მაგარი ოთახია რა. ძალიან მაგარი ოთახია. ნეტა მაგ ოთახი მომახვედრა, მაგრამ რა არის, იცი აი როგორ გინდა ტემპით მიდიხარ ჩაიზე მოხდე, ხო, ჩაიზე მოხდე შეიძლება, მაგრამ რა არის, იცი არა მოხვედრა კიდე ერთია, მაგრამ იქიდან მე ესე ხელსარიელი წამოხვიდე და უბრალოდ მოგონება დაგჭეს ეგეც როგორ ტრავმა არის, რა. არა, არ უნდა წამოხვიდე, მაგრამ რო წამოხვიდე, მაინც ტრავმაა უკვე რა. ანუ ცხოვრებისეული ტრავმაა. ზუსტად ვიცი რომ არ წამოხვალ. არ წამოხვალ. არა, მაქედან ხელსარიელი წამოსვლა ნამდვილად არ შეიძლება რა. მაგრამ მოდი სამოსულოთ ხელსარიელი. არასდროს და იცი რა არის ყველაზე კარგი. მოდი ახლა აი ჩვენი ინტრიგის ისიც გავხსნათ რა ნელ-ნელა რა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს საშუალება მოგვეცა და პარიზში კონკრეტულად აი ამ მოდელის ოდეში ამ მოდელმა ჩაუყარა საფუძველი, ხო? ხო, კი, აი ეგეთ ნაცნობობას და კი ურთიერთობობას და მოწერას, ხო, რომ ისე როგორ ახარით პირდაპირ, ანუ გამარჯობა ჩაბავარ თბილისიდან რო აღარ ეუნები და თაზო ვარ თბილისიდან დაბადების დღეს ულოცავთ ერთმანეთს და რა ვიცი. კი, ეს ნამდვილად აი ესეთი საშუალება რომ მოგვეცა და ალბათ რა ვიცი, ბევრი მოყვარულისთვის ახლა მარფიონეს და ზოგადად Microtex ძალიან ბევრი მოყვარული აქვს. ძალიან ბევრი მოყვარული აქვს. რაღაცა შეიძლება არც უყვარდეს, მაგრამ ახლა მარფიონერო დღეს რაღაცა ბაზარზე ისეთი მოთამაშია, რომ რაღაცა სამეულში არის. ხო, ანუ ვისთვის ხო, რაღაცა 1-2-3 ნაბიჯით ტექნოლოგიურად. მე არ მიყვარს Mercedes-ი და არ ვიყიდი არასდროს, მაგრამ Mercedes-ია რა. ხო, კი ბატონო. კი, ნამდვილად, აი ეგ მოცემულობა ჩვენ რომ მოგვეცა, აქ მოყვარულებს რაღაცნაირად სულ ისე ქონდათ რა, ანუ მე მახსოვს აი Microtex-ის ზოგადად მთლიანად როგორ დაიწყო რა, ეს ხა ჩვენ ერთმანეთს კოლექციონერები კარგად ვიცნობთ რა და რო ვიცოდით რომ აი შენ გაქვს, მე მაქვს და აი იმას აქვს Microtex-ი რა და აი მე შენ ხა ორი გაქვს, მე ისევ ერთი მაქვს, იმან მესამე იყი და მე აგერ იმან მეოთხე იყი და ყველაზე მთავარია რომ ერთმანეთის დანები როზე პირად ვიცი. ხო, აი რაღაცა რომ აი ესე მეგობროში ესე რომ გაიშალა ეს თემა რა და იქამდე მივიდა რომ სასიამოვნოა ეს ყველა. რა ვიცი ამ მარფიონეს ხან მარფუშას ეძახიან, ხან რას ეძახიან, მოფერებით, ხო, ხან ტონის ისეც ეძახიან რა და მოკლედ მაგარია რა, ძალიან მაგარია და ძალიან მაგარი ამბავი უნდა ვთქვათ ეხა მედაშინ რა. ანუ ძალიან მაგარი ამბავი უნდა ვთქვათ, რომ სათქმელია. აი არ ვიცი რა, მოკლედ როგორ შევინახეთ აქამდე კიდე დაბურძგულა დამეწყო უკვე და შენ თქვი და დაგეწყო უკვე. არა, რამდენჯერაც ვამბობ, სულ მეც დაბურძგულა მეწყება ხოლმე და თითქმის დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ რეალობაა ფაქტიურად და მოკლედ ჩვენ გვექნება საშუალება მარფიონეს და Microtex-ის მოყვარულებს, რომ ენტონისთან აი ესე პირადად მივიდეთ, გავიცნოთ და შესაბამისად, ის სანატრელი, ჩვენთვის სანატრელი
დანები მისგან ფაქტიურად პირდაპირ შევიძინოთ რა თავის ხელმოწერით და ყველაფრით, იმიტომ რომ ენტონი ჩამოდის თბილისში, ჩვენი ივენთების სერიებს მართავთ. მოგეხსენება, რომ წელიწადში ორჯერ ჩვენ ვატარებთ Art Knife Expo-ს. ეს არის შოუ, სადაც საერთაშორისო ცნობილი ოსტატები ჩამოყვავს და ჩვენს აუდიტორიას, დანების მოყვარულებს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ქართველ ოსტატებთან ერთად ეს საერთაშორისო სუპერსტარები იყვნენ წარმოდგენილი და ამ ივენთების დამატებით, ასე ვთქვათ, ჩვენ ვიწყებთ ახალ ივენთების სერიას რა, ანუ ახალ ხაზს. მე მგონი ახალი ეტაპი იწყება. ხო, ახალ ეტაპს, ახალ ხაზს ამ ივენთებისა, რაც არის ერთი მეიქერის შოუ. ანუ წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, შეიძლება 4-ჯერ, შეიძლება 5-ჯერ, ჩვენ შეიძლება 6-ჯერაც, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ ივენთი, გავაკეთოთ შოუ, სადაც ერთი კონკრეტული მეიქერი, კონკრეტული ოსტატი იქნება წარმოდგენილი და ამ სერიების დასაბამი არის 11 ოქტომბერი, სასტუმრო პულმანი. ამასთან დაკავშირებით უკვე დღეიდან პრინციპში თქვენთვის ცნობილი გახდება და მე მგონი აჭრილდება ყველანაირი ინტერნეტ წყარო თუ, რა ვიცი, სასაუბრო თემა თუ, რა ვიცი, ყველა აი ჩვენი საუბარიც როგორ შედგა, ხო? ჩამოყავს, ვინ ჩამოყავს, მარფიონეც არ ჩამოიყვანოს, როგორ მარფიონე არ ჩამოიყვანოს და რეალურად მარფიონე ჩამოდის რა და ეს არის მართლაც აი უპრეცედენტო ამბავია რა. ხა ნუ გავსი დონის ოსტატის ჩამოსვა, რა ვიცი, მე რა უნდა რაღაცა. ძალიან მაგარი მოვლენაა რა, ძალიან მაგარი მოვლენაა. ჩამოთვალე ხო, ბევრი ყოფილა, მაგრამ მსგავსი დონის, მე არ მეკითხა. ხო, ნუ ეგრეა ხა თამამად უნდა ვქვა. ეგრეა, კი, ნამდვილად ეგრეა. ეგრეა ნამდვილად, ანუ არ არის გარს აწყენი და არც იმ პარამეტრებით თუ გასი ჩამოდის მოკლედ. ბატონო, მესი ჩამოდის, ხო, მესი ჩამოდის. ან იმ პარამეტრებით თუ გათვლი, სადაც აი ესეც მოგწონს, ისიც მოგწონს, აი ფაქტობრივად ერთი მთლიანობის გათვალისწინებით ჩამოყავს ისეთი ადამიანი, რომლის ყველაფერი მოგწონს რა. მიუხედავად იმისა, რომ კეპიც კი მოგწონს. კეპიც კი მოგწონს, ხო? კეპიც კი მოგწონს, ხო? აი ყველანაირი ატრიბუტი მთლიანი კულტურა მოგწონს რა. ამ ადამიანის მთლიანი კულტურა მოგწონს და ეს ადამიანი, ესე იგი 11 ოქტომბერს Art Knife demo დავარქვით ამ ივენთების სერიას. საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს ზაზასთან ერთად, ანუ საკმაოდ საინტერესო გეგმები გვაქვს. გარდა ამისა, ნუ დეკემბერში სტანდარტულად როგორც გვაქვს დაგეგმილი, ცხადია ჩატარდება Art Knife Expo, სადაც ძალიან საინტერესო საერთაშორისო ოსტატებს ველოდებით. მაგარი შოუ იქნება დეკემბერში, აი მართლა მაგარი შოუ იქნება. იქაც გვაქვს პატარ-პატარა სურპრიზები ოსტატებთან დაკავშირებით და იმისათვის რომ ჩვენი გულშემატკივრები არ მოვაწყინოთ, ანუ ჩავთვალეთ რომ ეს შანსი ხელიდან გასაშვები არ იყო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 11 ოქტომბერს სასტუმრო პულმანში, ეს სასტუმრო ჩვენი რაღაც სახლი გახდა ამ ღონისძიებების ორგანიზების თვალსაზრისით და 11 ოქტომბერს მოკლედ გვექნება მარფიონესთან, ენტონი მარფიონესთან პირდაპირ შეხვედრის საშუალება. წარმოდგენილი იქნება უახლესი მარფიონეს custom მოდელები, ანუ ეგრეთ წოდებული ხელნაკეთი custom მოდელები. გარდა ამისა, რაზეც ვისაუბრეთ მასთან და ასე ვთქვათ, შევთანხმდით, წარმოდგენილი იქნება სელექტები. ანუ სელექტი არის უკვე პრემიალურზე კიდევ უფრო პრემიალური ხაზი, რაც დაიწყო მარფიონემ და ნუ ცხადია იქნება ლიმიტირებული signature series მოდელებიც, რომელიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ფაქტიურად უკვე ეგ მოდელი ენტონის ხელმოწერით ტოლფასია ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მასზე უფრო პრემიალური. ფაქტიურად ნუ ჩათვალეთ, რომ პირდაპირ პირველი წყაროდან, ანუ სუპერსტარიდან, რა და მესიდან, რა ვიცი, აი ჩვენ გვაქვს გამოცდილება. კი, ამ ადამიანისგან თან ყიდვის გამოცდილებაც როგორია, რო გელაპარაკება და რაღაცას რო გიყვება და ეგ ცალკე თემაა, კიდე ხო და აი როგორ ეყოფ ამდენ მოყვარულს და ამდენ გულშემატკივარს მე არ ვიცი რა. ანუ აი რა დღე იქნება მე არ ვიცი 11 ოქტომბერი. დიდი ამბები გველის. დეტალები, აბსოლუტური დეტალები ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნუ ცხადია
დაიდება, ჩვენ page-ზე დაიდება, Facebook-ზე დაიდება, Instagram-ზე დაიდება, აგერ YouTube-ზე დაიდება ეს ვიდეო რამოდენიმე საათში პრინციპში და მოკლედ სასწაული ამბები გველის რა. მაგარი ოქტომბერი გველის მე მგონი. მოკლედ წლის ბოლო ოქტომბრიან, დეკემბრიანად იქნება მაგარი. აბსოლუტურად მაგარი და იმედი მაქვს რომ გაგრძელებაც იქნება. კი, ანუ უკვე რაღაც ეს პლანკა იქნება და მოკლედ შევხედოთ. თამასა დასაჭერია. კი, შევხედოთ. მადლობა შენ. თაზო, მადლობა. ყველაფრისთვის. პრინციპში კი არა და პირველ რიგში შენ რომ მომეცი იმის საშუალება რომ ეს ანონსი აი ესეთ ფონზე გამეკეთებინა და რა ვიცი ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს უკვე რომ ფაქტიურად ანუ წარმოუდგენელიც არის რომ ესეთი სიხარული ერთმანეთს ესე არ გაუზიაროთ რა. აი აბსოლუტურად წარმოუდგენელია რა. და ძალიან შემაჩვია ამ კამერებში. მაგრამ უფრო და უფრო მოგთხოვ უკვე. როდის ჩავწერო? არა. ნერვიულობა უკვე ნელ-ნელა. არა, აბსოლუტურად არ არის არანაირი ნერვიულობა და გადასარევი გამოდის ყოველ ჯერზე და შესაბამისად. მადლობა შენ ყველაფრის. გაიხარე. ძალიან დიდი მადლობა.